გამარჯობა, ჩემო უსაყვარლესო და ძალიან მონატრებულო პატარებო. აი მეც მოვედი და მოდით ყველამ ერთად მოვისმინოთ, აბა კიდევ ერთი ზღაპარი. ჩვენმა ჯადოსნურმა საზღაპრეთმა ნეტავ რა ზღაპარი მოგვიმსადა. აბა ერთი ვნახოთ. ქოჩორა რიკე. ძალიან საყვარელი ზღაპარია, შარლ პეროს ზღაპარია და მოდით ყველამ ერთად ვნახოთ. ერთი რა შეემთხვა ამ ქოჩორა რიკეს. იყო და არა იყო რა ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. ერთ-ერთ სამეფოში ერთ დედოფალს ნანატრიშვილი შეეძინა. გააჩინა ვაჟიშვილი, რომელსაც მრავალი წელი ელოდა. მაგრამ იცით რა იყო უბედურება? ისეთი უშნო შვილი შეეძინა, ისეთი გონჯი ვაჟი დაიბადა. დედოფალს ლამის გული წაუვიდა მის დანახვაზე. ზოგჯერ ეჭვიც კი ეპარებოდა ნეტავ საერთოდ ადამიანი თუ არისო. პატარა ქოჩრით დაიბადა ეს პატარა ბიჭუნა და სახელად ქოჩორა რიკე შეარქვეს. მის დაბადებას ერთი კეთილი ფერია ესწრებოდა. და დედოფალს სანუგეშებლად იცით რა სიტყვები უთხრა? მართალია შენი შვილი ძალიან გონჯი და მახინჯია, მაგრამ დიდი ჭკუის პატრონი იქნებაო. იმდენი ჭკუა ექნება, თავისუფლად შეუძლია იმ ადამიანს გაუნაწილოს, რომელიც შეუყვარდებაო. ამ სიტყვებმა ცოტა მართლაც ანუგეშა დედოფალი, მაგრამ რამდენჯერაც თავის უშნო და ძალიან მახინჯ ვაჟიშვილს შეხედავდა, გული ცუდად ხვდებოდა. მართლაც დღითიდღე იზრდებოდა ჩვენი ქოჩორა რიკე და ისეთი ჭკვიანი იყო და ისეთ ჭკვიანურ რაღაცებს ლაპარაკობდა, რომ მის მოსმენას არაფერი სჯობდა, მასთან საუბარი ყველას ძალიან უყვარდა და სიამოვნებდა, ამიტომ ძალიან მალე მთელ სასახლეში ძალიან შეუყვარდათ ჩვენი ქოჩორა რიკე. რამდენიმე წელიწადში მეზობელ სამეფოში ასევე შეეძინათ ნანატრი ქალიშვილი მეფე დედოფალს. ისეთი ლამაზი იყო დაბადების პირველივე წუთებიდან, რომ მის ცქერას არაფერი სჯობდა. სიხარულით ცას ეწივნენ მეფე და დედოფალი, ეს რა სილამაზე გვაჩუქა ღმერთმაო, ეს რა დახატული არაჩვეულებრივი ულამაზესი ქალიშვილი შეგვეძინაო. ამ პატარა გოგონას დაბადებასაც ესწრებოდა კეთილი ფერია. მაგრამ მან იცით რა უთხრა დედოფალს? მართალია შენი შვილი ულამაზესია და მისი მსგავსი სილამაზე შეიძლება გარშემო არავინ მოიპოვებოდეს, მაგრამ ძალიან სულელი იქნებაო. გულზე შემოეყარა მეფეს და დედოფალს. ასეთი ლამაზი ქალიშვილი გვარგუნა და გვაჩუქა უფალმა და სულელი რატომ არის ცოტა ჭკუა მაინც რომ ქონოდა თავში არ შეიძლებოდაო. თუმცა აქაც არ დაიშურა სანუგეშებელი სიტყვები. კეთილმა ფერიამ და დედოფალს უთხრა. თუმცა მას თავისუფლად შეეძლება ეს სილამაზე თავის საყვარელ ადამიანს გაუნაწილოს და სამაგიეროდ მისგან ჭკუა მიიღოსო. ამ სიტყვებმა ჩვენი მეორე დედოფალიც ცოტა ანუგეშა, მაგრამ ისე ძალიან სიამოვნებდა თავისი ულამაზესი და დახატული ქალიშვილის ყურება, რომ აღარც დიდად ნერვიულობდნენ ამ ყველაფერზე. გადიოდა წლები, მათი ქალიშვილის სილამაზის ამბავი მთელ ქვეყანას მოედო და რა თქმა უნდა ქოჩორა რიკემდეც მიაღწია. მაშინვე თავში ჩაუჯდა ეს აზრი, რა კარგი იქნება ასეთი ლამაზი შეყვარებული რომ მყავდეს და ასეთი ლამაზი ცოლი რომ მოვიყვანო. მართლაც გაუდგა გზას იმ სამეფოსკენ, სადაც ეს ლამაზი მეფის ასული ეგულებოდა. დღეში შუა გზაში წააწყდა მას. ლამაზი ქალბატონი სასეირნოდ გამოსულიყო სუფთა ჰაერზე. ქოჩორა რიკეს ძალიან გაუხარდა მასთან შეხვედრა და ეცადა თავისი ჭკუით მოეხიბლა ეს ლამაზი ქალიშვილი. მაგრამ ხომ გახსოვთ ჩვენი ქოჩორა რიკე როგორი უშნო იყო? ამ ლამაზ ქალიშვილს მის დანახვაზე ლამის გული შეუწუხდა, ისე რომ ვერც დამალა ეს ყველაფერი. როგორი უშნო ხართ, არაფერი ლამაზი არ გაქვთ, გული ცუდად გამიხდაო, გაიბრანჯა. ქოჩორა რიკეს არ სწყენია. მან კი პირიქით
მიაგება ლამაზ ქალიშვილს. მე კი თქვენი სილამაზის ამბავი იცით რამ სიშორეზე გავიგეო, სწორედ თქვენ საძებნელად წამოვედი, რომ მინდა ცოლად მოგიყვანოთო. მე ძალიან ლამაზი ვარ, მართალია, უპასუხა ქალიშვილმა, მაგრამ ძალიან სულელი. მთელ სამეფოში დამცინიან ისეთ სისულელეებს ვიძახი. ჩემზე სულელი მეორე არ დადის ამ ქვეყანაზეო. მაგას ეშველებაო, უთხრა ქოჩორა რიკემ. მე როდესაც დავიბადე კეთილმა ფერიამ, დიდი ჭკუა დამაბერწყა და მომცა იმის საშუალება, რომ ჩემს საყვარელ და სასურველ ადამიანს ჩემი ჭკუა გავუნაწილო. ამიტომ დღეიდან მე შენ ჩემი ჭკუის ნახევარს გაძლევო. ძალიან გაუხარდა მეფის ლამაზ ქალიშვილს და მართლაც უცებ თვითონაც კი იგრძნო, როგორი ჭკვიანი გახდა, როგორი ჭკვიანური აზრები მოსდიოდა თავში. ქოჩორა რიკემ კითხა, აბა რა სიტყვი, თანახმახარ რომ ცოლად გამომყვეო? საქმე იცით რაშია? აი სულ რამდენიმე წუთის წინ, ვიდრე ულამაზესი მეფის ასული, სულელი იყო, შეიძლება დაუფიქრებლად გახყოლოდა ცოლად მართლაც ქოჩორა რიკეს, მაგრამ ახლა ისეთი ჭკვიანი იყო, ასეთ ჭკვიანურ გადაწყვეტილებას ასე უცებ ვერ მივიღებო, უთხრა რიკეს. ერთი წელი უნდა მადროვო, ზუსტად ერთ წელიწადში მოვალ და გეტყვი პასუხს, ცოლად გამოყვები თუ არაო. ასეთი ჭკვიანური პასუხი რომ მოისმინა ქოჩორა რიკემ, ცოტა შეშფოთდა, ეს რამდენი ჭკუა მიმიცია ამ მეფის ასულისთვის და ჩემთვის თუ დავიტოვეო. მოკლედ ასე დაშორდნენ ერთმანეთს ქოჩორა რიკე და ლამაზი მეფის ასული იმ პირობით, რომ ზუსტად ერთ წელიწადში კვლავ უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს და უნდა პასუხი ეთქვა მეფის ასულს, გაჰყვებოდა თუ არა ცოლად ქოჩორა რიკეს. დაბრუნდა სასახლეში მეფის ასული და ზუსტად ერთ დღეში მთელი სასახლე გააოცა თავისი ჭკუით. ისე ჭკვიანურად მსჯელობდა ამა თუ იმ საკითხზე, ისეთ სწორ და ჭკვიანურ პასუხებს იძლეოდა ყველაფერზე, არავინ ყურებს არ უჯერებდა. არა მისი სილამაზე უკვე აღარავის უკვირდა, მაგრამ მიჩვეულები იყვნენ მისგან სულელური და ესეთი ზედაპირული პასუხების მოსმენას. უცებ კი ეს ლამაზი მეფის ასული ისეთი ჭკვიანი დაბრუნდა სასახლეში, რომ მასთან საუბარს, თუნდაც კამაც და მასთან ამა თუ იმ საკითხზე მსჯელობას აღარაფერი ჯობდა. აი ეს ხმა კი მთელ ქვეყანაში უცებ გავარდა. თან ისეთი ლამაზიაო ეს მეფის ასულიო, თან ისეთი ჭკვიანიაო, მისი ბადალი ახლო არემარეში არსად მოიპოვებაო. მთელი ქვეყნის უფლისწულები დაიძრნენ მეფის სასახლისკენ, ყველას უნდოდა ამ ლამაზი და ჭკვიანი გოგონას ცოლად მოყვანა. მაგრამ ის ისეთი ძალიან ჭკვიანი იყო, ასე ადვილადაც არ თანხმდებოდა არავის. მეფე ისეთი გახარებული იყო თავისი ქალიშვილის დაჭკვიანებით, შენ ვისაც ხელს დაადებო, შენ ვისაც ამოირჩევო, შენ რასაც გადაწყვეტო, ყველაფერს შეგისრულებო, ვისაც გინდა ცოლად იმას მიგათხოვებო, მაგრამ ამ ჩვენს ლამაზ ქალიშვილს არც არავინ არ მოსწონდა. ყველა ხან სულელად ეჩვენებოდა, ხან უშნოდ, ხან არასერიოზულად, ხან უსაქმურად, მოკლედ მისი მოსაწონი უფლისწული არ მოიძებნა ქვეყანაზე. ზუსტად ერთი წლის თავზე, თქვენ წარმოიდგინეთ სრულიად შემთხვევით, სულაც აღარ ახსოვდა მას ეს თავისი დანაპირები, ის ისევ ტყეში სეირნობდა. ამ დროს რაღაცა ხმაური მოესმა, მიფიქრა საიდან მოდის ეს ხმაური, რა ფაციფუციაო და იცით რა სანახაობას გადაეყარა, უდიდესი მზადება იყო ტყეში. შენ ქვავი მომაწოდე, შენ ცეცხლი დამინდე, აბაჩქარა ეს მომიტანე, აბაჩქარა, შამფურები, ღვინო, აბაჩქარა, სუფრა, თეფში, დანა, ჭაკალი, რა ხდება, რა მზადებაო, იკითხა. რა მზადებაა და ჩვენს ქოჩორა რიკეს ცოლი მოჰყავსო. ასეთი ამბავი გაიგო. უცებ გაახსენდა ზუსტად ერთი წლის წინ, ზუსტად ამ ადგილას. ის ხომ დაპირდა ქოჩორა რიკეს, რომ მოვიდოდა და პასუხს ეტყოდა. აი განგებამ თავის ფეხით მიიყვანა ამ ადგილას, თქვენ წარმოიდგინეთ. ამ დროს მის წინ ქოჩორა რიკეც გაჩნდა უცებ. გამარჯობა, მეფის ასულო, მიესალმა. მეფის ასულს ისევ გული შეუწუხდა ქოჩორა რიკეს დანახვა და ძალიან უშნო იყო და რა ეთქნა აღარ იცოდა.
გამარჯობა ქოჩორარიკეო, კი მიესალმა. რა კარგი გოგო ხარ, რომ პირობა შეასრულე და მოხვედი ჩემთან პასუხის სათქმელათო, უთხრა ქოჩორარიკე. სულაც არ დაუმალა მეფის ასულმა. სიმართლე გითხრა, სულ არ მახსოვდაო. შემთხვევით მოვედი ამ ადგილას და ახლა გამახსენდა პასუხი რომ უნდა გითხრაო. მე რა პასუხიაო? გითხრა ქოჩორარიკე. მეფის ასული დაფიქრდა. ძალიან უშნო ხარ, არ დაუმალა. ძალიან უშნო ხარ, საშინლად არ მომწონხარ. არ ვიცი შენთან მთელი ცხოვრება როგორ უნდა ვიცხოვრო, ტყუილში როგორ უნდა ვიცხოვრო, თუ არ შემიყვარდიო, თუ არ მომეწონე შენთან როგორ ვიცხოვრო. ეს პასუხი სულაც არ გაგვირებია ქოჩორარიკეს, მან ისედაც ძალიან კარგად იცოდა, რომ სიმპათიური ყმაწვილი არ იყო. მაგრამ სამაგიეროდ ჭკუა ჰქონდა მთელი ქვეყნის სამყოფი. და ასეთი რამ კითხა ლამაზ მეფის ასულს. ჩემში რას იწუნებო? ჩემი გვარიშვილობა არ მოგწონსო? ჩემი განათლება და კულტურა არ მოგწონსო? ჩემი ყურადღება, სიყვარული, ჩემი სითბო, ადამიანობა არ მოგწონსო? მე ყველაფერი მომწონსო, უთხრა მეფის ასულმა. მას თუ მხოლოდ გარეგნობას მიწუნებ, ამისი გამოსწორება ძალიან ადვილიაო. მე როდესაც დავიბადე, კეთილმა ფერიამ, იცი რა დამანათლაო? მეც შემიძლია ჩემი ჭკუა საყვარელ ადამიანს გავუნაწილო და ის საყვარელი ადამიანიც შეძლებს თავისი სილამაზე გამინაწილოს, თუ შევუყვარდები და ცოლად გამომყვებაო. მე რა უნდა ვქნაო? კითხა მეფის ასულმა. რა უნდა ვქნა და ცოლად უნდა გამომყვე და ნახავ რაც მოხდებაო. ბევრი ფიქრის დროც აღარ ჰქონდა მეფის ასულს. თან უნდა და თან არ უნდა და ისეთი დაბნეული იყო და ადგა და თანხმობა უთხრა ქოჩორარიკეს. ცოლად გამოყვებიო. ამ დროს იცით რა მოხდა? აი მთელი ეს ამდენი წლის დაგროვილი ჯადოქრობა დატრიალა და ქოჩორარიკე ისეთ ულამაზეს, უსიმპათიურეს და უსაყვარლეს პრინცად გადაიქცა, რომ მის ნახვას მართლაც აღარაფერი ჯობდა. ის კი არა, ისიც საკითხავი იყო, ახლა ქოჩორარიკე უფრო მიმზიდველი იყო თუ ლამაზი მეფის ასული. მათ წამში შეუყვარდათ ერთმანეთი. იქორწინეს უზარმაზარი, ულამაზესი, უმხიარულესი ქორწილი გადაიხადეს. მთელმა სამეფომ, ორივე სამეფომ ძალიან მოილხინა მათ ქორწილში და რაც მთავარია, ორივე ეს ჩვენი მეფე დედოფალი, ისეთი ლამაზები, ისეთი მხიარულები, ისეთი საყვარლები და ისეთი ჭკვიანები იყვნენ, რომ მათ ყურებას, მათ ცქერას და მათ მოსმენას არაფერი სჯობდა. ხედავთ, რა კარგად დამთავრდა ჩვენი ზღაპარი. რადასმა შეიძლება გამოვიტანოთ, ახლა რა ვისწავლოთ ამ ზღაპრიდან. ალბათ ის, რომ ადამიანებს შეუძლიათ ერთმანეთი შეავსონ. ბუნებრივია, ყველა ერთნაირად ლამაზი ვერ იქნება, ვერც ყველა ერთნაირად ჭკვიანი, ვერც ყველა ერთნაირად მხიარული, ან ყველა ერთნაირად სევდიანი, ვერც ყველა ერთნაირად მკაცრი, ვერც ყველა ერთნაირად, ნუ მოკეთ ყველაფერი ერთნაირად ყველა ადამიანს ხომ ვერ ექნება ცხოვრებაში, იმიტომაც ვართ ასეთი განსხვავებულები ერთმანეთისგან. მაგრამ თუ ჩვენ ერთმანეთი გვეყვარება, ერთმანეთს ამოვირჩევთ ცხოვრებაში, თანამგზავრებად, ან ოჯახის წევრებად, ან მეგობრებად, ხო? მაშინ შეგვიძლია ერთმანეთი შევავსოთ, ვისაც რა სიკეთე გვაქვს იმით. აი ეს ყველაფერი შავ პეროსგან თქვენ ჩემგან. დაწკვნები თავადაც გამოიტანეთ. დიდი მადლობა ჩემო ჯადოსნურო საზღაპრეთო, არაჩვეულებრივი ზღაპარი მოუმზადე ბავშვებს. ძალიან მენატრებოდით. რაღაცა დრო ძალიან გაგვეჭიმა, ვიდრე თქვენამდე მოვედი. ძალიან ვეცდები, რომ ამდენი აღარ გავუდინოთ. გამიხარდა დღევანდელი ზღაპარი თუ მოგეწონათ და მოდით პირობითად კიდევ ერთი კვირით დაგემშვიდობებით. აბა ბედნიერად.